5 ივლისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში იწყება ბალეტის ფესტივალი, რომელსაც ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. რატოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯერ ერთი და იმიტომ რომ ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი შემსრულებლებიც და თანაც კიდევ მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩამოვლენ ის მომცეკვავეები, ქართველი მომცეკვავეები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩამოსულია საქვეყნო ცნობილი დასი, პინა ბაუშის საბალეტო დასი, რომელიც ასევე პირველად წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, ჩვენი ბალეტის ფერიები, ჩვენი არაჩვეულებრივი დიდოსტატები. ცეკვისა მარიამ ელოშვილი და ნინო სამადაშვილი. მოგესალმებით, ვირფასო ქალბატონებო. მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ხართ და ამ ფესტივალზე ვისაუბრებთ და წელს უკვე მე-7-ით ტარდება თბილისის საბალეტო ფესტივალი და გავიხსენოთ ამ ფესტივალის ისტორია ორი სიტყვით მაინც და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მსგავს ფესტივალს. პირველად ეს ფესტივალი ჩატარდა 2017 წელს, რომელსაც საფუძველი ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა ჩაუყარა და მას შემდეგ მხოლოდ კოვიდის პერიოდში რა თქმა უნდა არ მოხდა ამის ჩატარების საშუალება, მაგრამ მას შემდეგ ყოველწლიურად ზაფხულის პერიოდში ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ისევე როგორც ჩამოდიან ჩვენი ქართველი მოცეკვავეები, ასევე ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი დასები. წლების განმავლობაში რამოდენიმე ფესტივალი იყო, როდესაც ჩამოვიდა NDT, ეს არის თანამედროვე დასი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა როგორც თანამედროვე ცეკვაში და ამჯერად ჩამოდის პინა ბაუში და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ მაყურებელს, ქართულ მაყურებელს და ასევე ჩვენს გვეძრევა ხოლმე ამის საშუალება. სამწუხაროდ ამ ჯერზე თავად ჩვენ ვერ მოვახერხებთ რომ სპექტაკლს დავესწროთ, რადგან ლონდონში გვაქვს გასტროლი, მაგრამ ძალიან კარგი და ისეთი მრავალფეროვანი რეპერტუარი არის ხოლმე ყოველ წელს. ჩამოდიან ასევე სხვადასხვა თეატრებიდან წამყვანი სოლისტები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმდენად პოპულარული გახდა უკვე ჩვენი ფესტივალი, თბილისის საბალეტო ფესტივალი, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ყველაფერში და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ და ჩვენი კოლეგები, ასე ვთქვათ, მათგან ამ სურვილს ხედავთ. აი საერთოდ როგორ ხდება ფესტივალის რეპერტუარის შერჩევა, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან მრავალფეროვანია ფესტივალი. გედების ტბა, ლაურესია, მძინარე მზე თუ ნახავი შემდეგ და ამისა თვითონ სპინა ბაუშის მთელი დასი იქნება წარმოდგენილი. ეს როგორ არის? ის რა თქმა უნდა ქალბატონი ნინო ადგენს ამ რეპერტუარს, რა იქნება კარგი ჩვენი დასისთვის და ასევე მოწვეული სტუმრებისთვის რომ შეასრულონ და შემდეგ ასევე უკავშირდებიან სხვადასხვა თეატრებს და ვინც მოახერხებს რომ ჩამოვიდეს ანუ იმ პერიოდში მოლაპარაკება ასე ვთქვათ კარგად წავა აქედან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის რაც ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ დას მართლა შეუძლია ამ პატარა ხნის განმავლობაში შეასრულოს ერთ დღეს გედების ტბა, მეორე დღეს ლაურენსია და ასე შემდეგ მძინარე მზე თუ ნახავი და ასევე გვექნება გალა კონცერტი, სადაც იქნებიან ჩამოსული ქართველი ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთ მოღვაწე და ყველანი ერთად დიახ, ასევე გიორგი ფოცხიშვილი, მე შევასრულებ მასთან ერთად ჯერ ლაურენსიას და შემდეგ რაიმონდას, ასევე მაია მახათელი, სალომე ლევერაშვილი, პატარა ამომავალი ვარსკვლავი ანდრია ფოცხიშვილი და იმედი არავინ არ გამორჩა. ოკეი, ძირითადად ყველანი ერთად ვიქნებით სცენაზე, ასევე ჩვენი წამყვანი სოლისტებიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. მარიამ, თქვენც როგორც ვიცით ამ ფესტივალის ფარგლებში მძინარე მზე თუ ნახავში ვიცეკვებ მძინარე მზე თუ ნახავს ჩემს იაპონელ პარტნიორთან ერთად, მასაკი გოტოსთან ერთად. საინტერესოა. ჩვენამდე შვედში წარსდგებიან ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტებით, ასევე ძალიან კარგი სპექტაკლი ელოდება მაყურებელს. და მათი შესრულებით რას ვიხილავთ? მძინარე მზე თუ ნახავს. მძინარე მზე თუ ნახავს. წლევანდელ ფესტივალზე ორჯერ არის. აი როგორ მიდის მზადება რეპეტიციები? იცით რა არის? ნინიმ როგორც აღნიშნა, ძალიან დატვირთულები ვართ და ძალიან რთულია ამხელა კლასიკური ბალეტების ესეთ მოკლე დროის მონაკვეთში
მომზადება, შემდეგ უკვე წარდგენა მაყურებლის წინაშე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ სეზონზე გქონდა უამრავი გასტროლი საზღვარგარეთ და ასევე ძალიან ბევრი წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაში, დასი არის ძალიან კარგ ფორმაში და ამ მოცემულობასაც შესაბამისად და შესაფერისად ვუმკლავდებით. საერთოდ მაპატიის შეგაწყვეტინე მე მგონი. საერთოდ ვისაც ოდნავი შეხება მაინც ქონია ბალეტთან, ქართულ კულტურასთან, ვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სახელი ლაურენსია. ეს არის ფუენტო ავეხუნა, რომელიც ლოპე დე ვეგას ცხრის წყაროს მიხედვით იყო დადგმული თეატრში, რომელმაც დასაბამი მისცა ჭეშმარიტ ქართულ ახალ თეატრს, რომელიც მარჯანიშვილის მიერ იყო და შემდეგ უკვე ბალეტში განხორციელდა. ეს უკვე უკტავი ვახტანგ ჭაუბუკიანის მიერ იყო დადგმული თავიდან ლენინგრადში, დღევანდელ პეტერბურგში, კიროვის სახელობის ძალიან დიდ და ცნობილ თეატრში და შემდეგ მან გადმოიტანა ეს თბილისში და არსებობს ეს ჩანაწერები და ვისთვისაც მართლა ძვირფასია ქართული ბალეტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადგმა და სადაც თქვენ ასრულებთ ერთ-ერთ მთავარ პარტიას. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო თავის დროზევე საერთოდ, როდესაც პირველად მოვამზადე ლაურენსია და ამის შემდეგ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ქართველი როდესაც ამ სპექტაკლს ასრულებს, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, რა თქმა უნდა და მინდა გითხრათ, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი თავისი ვირტუოზობით გამოირჩეოდა და ალბათ ბალერინასთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პარტია შესასრულებელი, იმიტომ რომ რაღაცა გარდა იმისა, რომ როლი თავისთავად დატვირთული, ასევე ფიზიკური დიდი გამძლეობა გჭირდება ყველა ბალეტში, მაგრამ ამაში რაღაცნაირად განსაკუთრებით მან და არ დაიზოგა თავი მოკეც, ზოგჯერ მიგვირს ხოლმე ეს ქალბატონი ვერა ციგნაძე, ხო ესეთი პატარა სიფრიფანა, როგორ ახერხებდა აი ამდენი ნახტომის ასე შესრულებას და ძალიან ჩემთვის სასიხარულოა ეს როლი. პარტნიორი ვინ იქნება თქვენი? პარტნიორი გამიწევს გიორგი ფოცხიშვილი და ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ის პირველად შეასრულებს და წარმომიდგენია როგორ ელოდება ამას, რომ ფრონდოსოს როლი შეასრულოს და რეპეტიციები უკვე გავიარეთ. მე ლაურენსია. ლაურენსია. რეპეტიციები უკვე გავიარეთ. მე და გიორგი მისე მოხდა რომ საქართველოში ვერ ჩამოვიდა, მაგრამ მე ვიყავი ამსტერდამში, სადაც ძირითადი სპექტაკლი შევკარით და ახლა უკვე ველოდებით როდის ჩამოვა და დავიწყებთ, ანუ აი ბოლო მთლიან სახეს მივცემთ ამ სპექტაკლს. და ალბათ აი ფესტივალის მიზანი და დატვირთვა, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი არის ის, რომ ქართველი და უცხოელი მოცეკვავეების შემსრულებლები ერთ სცენაზე დგანან, გამოდიან, ეს რაღაცნაირი კოლაბორაცია. ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც არტისტებისთვის, თავად ასევე მაყურებლისთვის. პირველ რიგში არტისტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენც აი ყოველ წელიწადს რაღაც სიახლეს ვესიარებით და ასევე მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ ისინიც ეცნობიან ახალს, ხო, თქვათ, იგივე პინა ბაუშის დასი რო ჩამოდის ჩვენთან, ესეც პირველად ხდება, არის ძალიან დიდი მოვლენა და ძალიან დიდი მოლოდინი ჩვენი მხრიდანაც. ძალიან გვაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ ხო ჩვენც ვერ ვესწრებით მოცეკვავები, იმიტომ რომ მივდივართ გასტროლზე ლონდონში უკვე მეორე. ჩვენთვისაც მოცეკვავებისთვისაც და ალბათ მაყურებლისთვისაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში მძინარებზე თუ ნახავს ორი სრულიად სხვადასხვა შემადგენლობა იცეკვებს და სხვადასხვა სკოლის ასევე და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა ზოგჯერ ისინი, როდესაც ჩამოდიან, თქვათ, ყველას აქვს თავისი რაღაცა განსხვავებული შტრიხები, ხო და შემდეგ აი ამას ვაკვირდებით. ისინი ჩვენ გვაკვირდებიან რამოდენიმე შარშან წინ აქედან აღფრთოვანებულები წავიდნენ და ამიტომ იყო რომ კიდევ აქვთ ჩამოსვლის სურვილი და ძალიან სასიამოვნოა ეს კოლაბორაციები და ჩვენ კოლეგების კიდევ უფრო ახლო გაცნობა ამ სახით. ასევე ტარდება ხოლმე მასტერკლასებიც ფესტივალის პარკლებში. და ასევე ჩამოდიან ხოლმე ქორეოგრაფები, რომლებიც წლების განმავლობაში, აი მედი ვალერსკიმ დადგა ჩვენთვის ორავა ესეთი ბალეტი იყო და არაერთი ბალეტი დაიდგა ამ ხნის განმავლობაში პირადად ჩვენთვის. ნინი, საერთოდ ბალეტი არის ხელოვნების განსაკუთრებული სახე, სადაც შემსრულებელი თავისი მოძრაობებით
გვიყვება რაღაც საინტერესო ამბავს დიახ. თავის გრძნობების შესახებ. აი როგორები გადიან ხოლმე ფესტივალიდან მაყურებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს არის, რომ მაყურებელი გავიდეს ზუსტად აი იმ ემოციებით დამუხტული, რაც ჩვენ შევეცადეთ, რომ იმ სპექტაკლის განმავლობაში შეგვექმნა და ყოფილა ანუ აი ყველაზე დიდი კომპლიმენტი ვთქვათ, რაც მიმიღია მე, რომ სპექტაკლის შემდეგ 1 და 2 დღე კი არა, 1 კვირის განმავლობაში გაყოლიათ ეს ემოცია და ანუ ჩვენი დანიშნულება სწორად შევასრულეთ და ფესტივალის განმავლობაში კიდევ უფრო, რადგან არსებობს მაყურებელი, რომელიც ყველა სპექტაკლს ესწრება და შემდეგ ადარებს, რომ აი ვთქვათ, შაშან იყო ჟიზელი, დონ კიხოტი უკვე აღარ მახსოვს, ბაიადერა რაღაც იმდენად მრავალფეროვანი არის ხოლმე და შემდეგ ადარებენ აი ამ სპექტაკლებს, რომელი უფრო მოეწონათ, რომელმა უფრო დიდი ემოცია დატოვა და ასე შემდეგ. და ძალიან მე ვფიქრობ, რომ ქართველი მაყურებელი განებიურებულია აი ამ ფესტივალით. ჩვენ უკვე საუბრის ბოლოსკენ მივდივართ, სამწუხაროდ დრო ესე გარბის ხოლმე სასტრაფოდ და ქალბატონი ნინო ანანიაშვილის როლზე არ შემიძლია რომ არ გკითხოთ, როგორია მასთან მუშაობა, როგორია მისი როლი? მე ვფიქრობ, საერთოდ ქალბატონი ნინო რო არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, არც ჩვენ არ ვიქნებოდით, სავარაუდოდ არც მე არ ვიქნებოდი საქართველოში, სადღაც ვიქნებოდი, მისი დამსახურება რომ აქ დავრჩი, დამსახურება არა, მისი ხათრით ასე ვთქვათ და ყველაფერი რაც ხდება ჩვენ სფეროში და ჩვენ ძალიან ბევრი გასტროლები გვაქვს და გაგვაქვს ეს ჩვენი სახელი საზღვარგარეთ, მისი დამსახურებაა და მასთან ურთიერთობა და პირადი შეხება კიდევ უფრო დიდი დღესასწაულია, ვიდრე აი ესე, როდესაც ვამბობთ, რომ ქალბატონი ნინო და როდესაც ვისაც აქ ეს ბედნიერება, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გქონდეს, არ ვიცი, ძალიან როგორ გითხრათ, იმდენად უშუალოა და იმდენად ყველა ჩვენ სფეროში სამწუხაროდ არიან, რომ არ აქვთ ეს გადმოცემის უნარი და კიდევ ზოგს არ უნდა რომ უბრალოდ გადმოქცეს და ის თავისი მთლიანი გულით ეტყობა, როგორც ცდილობს, რომ არა მხოლოდ მე, არამედ აი მთლიან დას და თითოეულ ჩვენთაგანს გაუზიაროს ის თავისი გამოცდილება, რაც მან წლების განმავლობაში დააგროვა. საერთოდ სხვა მუხტით მიდის ხოლმე, როდესაც რეპეტიცია ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან გაქვს, ისეთ საინტერესო დეტალებს გიმხელს ხოლმე და გიზიარებს, რაც ძალიან გეხმარება მე რომ ეს როლი თქვათ რაზეც მუშაობ კიდევ უფრო საინტერესოდ წარადგინა მაყურებლის წინაშე და მისი სახელი დღემდე ძალიან ბევრს ნიშნავს და ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დასისთვის. და ასევე იყო რომ რეპეტიციებზე უნდათ რომ ჩამოვიდნენ და ქალბატონ ნინოსთან კონდეს და მე ჩვენ მეჭვიანობთ ხოლმე ცოტა. მარიამ, მაგრამ ვიცით რომ ჩამოვიდნენ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ.